18 დეკემბერს პროფესიულ კოლეჯ იკაროსში WorldSkills Georgia's რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება დაიწყო. ამჟამად კონკურსანტები ერთმანეთს 6 სხვადასხვა პროფესიაში ეჯიბრებიან. საგანგებოდ შერჩეული ექსპერტები 2 დღის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ შეასრულებენ მონაწილეები მათთვის სპეციალურად შემუშავებულ დავალებებს და WorldSkills Georgia 2014-ის გამარჯვებულებს 21 დეკემბერს გამოავლენენ. WorldSkills-ი, რომელიც ზოგადად საერთაშორისო კონკურსია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება პროფესიული განათლების სექტორის პოპულარიზაციას, ამ პროფესიების სტანდარტების ამაღლებას და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ყველაფერი უკვე ამ ყველაფერმა საქართველოს სივრცეც მოიცვა. პროფესიები, რომლებიც წარმოდგენილია დღეს კონკურსის პირველ დღეს, ეს გახლავთ საკმაოდ ახალი ქართულ სივრცეში ფლორისტიკა ბატონ ზურა შევარდნაძის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობით, სტილისტები, სამზარეულო, სარესტორნო საქმე და ვებ დიზაინის ესეც ახალი სიტყვა ასე ვთქვათ კონკურსის ჭრილში. ვებ დიზაინი ერთ-ერთი ახალი პროფესიაა არა მხოლოდ WorldSkills Georgia's შეჯიბრებისათვის, არამედ ზოგადად ქართული რეალობისთვისაც. ის ითვალისწინებს ვებგვერდების შექმნასა და მხარდაჭერას. ამ პროფესიაში შეჯიბრება WorldSkills Georgia's ფარგლებში უკვე მეორედ ტარდება. ვებ დიზაინში შეჯიბრება მეორედ ტარდება საქართველოში. წელს ყავს 6 მონაწილე და დავალება არის განაწილებული 2 დღის განმავლობაში. კვირას გვეცოდინება შედეგები. ვიღებ მონაწილეობას WorldSkills Georgia's 2014 წლის შეჯიბრებაში, ვარ ყველაზე მცირეწლოვანი მონაწილე და მსურს გამოვავლინო ჩემი ცოდნა. ეს ცოდნა გულისხმობს, როგორც ვიცით, ვებ დიზაინს და ვებ დიზაინში სხვადასხვა ნიჭის გამოჩენას, მაგალითად, როგორიც არის პროგრამირების ენებზე PHP, MySQL, HTML, CSS-ი კოდების დაწერას. ამგვარად შემიძლია ვთქვა, გითხრათ, რომ ზოგადად ძალიან ვარ მოტივირებული იმით, რომ მონაწილეობას ვიღებ WorldSkills Georgiaში და მსურს მომავალშიც რომ ჩატარდეს ამგვარი კონკურსები. ვებ დიზაინი იყო სწორედ გამარჯვებული პროფესია 2013 წლის ივლისში ქალაქ ლაიფციგში გამართულ WorldSkills-ის რიგით 42 საერთაშორისო შეჯიბრებაში. ქართველი თვითნასწავლი ვებ დეველოპერი უჩა ღვინიაშვილი საუკეთესო ათეულში მოხვდა. ის საქართველოში კვალიფიციური კადრების სიმცირეზე საუბრობს და ყველას ურჩევს შეისწავლონ ვებ დეველოპმენტი, რომელიც 21 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ კონკურსმა ჩემს კარიერაზე. ჩემი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და დღესდღეობით უფრო მეტი გამოცდილებით ვაგრძელებ ჩემს ასე ვთქვათ მოღვაწეობას ვებ დეველოპმენტში. დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია ეს პროფესია. სწორედ ახლა იწყება ეს ბუმი ვების, როდესაც ინდუსტრია მთლიანად გადადის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. სასურველი იქნება თუ მეტი ყურადღება მიექცევა ამ პროფესიას. როგორც განათლების მხრივ, ასევე ანუ როგორც სასწავლებლების მხრიდან, ასევე დეველოპერების მხრიდან. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ WorldSkills Georgia 2014-ის 6 გამარჯვებული ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს WorldSkills-ის რიგით 53 საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2015 წლის აგვისტოში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში გაიმართება.